გაიმეცნოთ მზაკვარება საწუთროსი, უგუნურმაც, ბრძენმაც, ღირსმაც, არაღირსმაც, გავალთ ოდეს, ვივანებდეთ საუფლოში, მოგვეგებოს ქრისტე გლოცავს ერო მირქმა. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, მრავალს დაესწარით, ჯამთელი, ბედნიერი და ღვთის ნებიდან გამომდინარე თავისუფალი. მადლობელი ვარ თქვენი ურიცხვი კომენტარების, შეფასების და გამოხატული სიყვარულისთვის ჩემი გადაცემის მიმართ. თქვენ გახსოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ კითხულობთ ქრისტეშოვის სახურებაზე წაკითხული პირველი სახარების განმარტებას და გავაგრძელებთ იქიდან, სადაც გავჩერდით. როგორ იქცევა იოსები, როცა შეიტყობს, რომ ქალწულ მარიამს წიაღში სულიწმინდისგან ყავს ნაყოფი? იოსები კი ქმარი მისი მართალი იყო და არ სურდა რა ამბის გახმაურება, მისი ჩუმად გაშვება განიზრახა. ამგვარად ის საღვთო სჯულის მორჩილებით იქცევა ასე. ის საღმრთონების მორჩილია და იმდენად, რამდენადაც საღმრთონებელობა იყო გამოცხადებული ისრაელი ერისათვის. ის ღვთის წინაშეც თავმდაბლობით იქცევა. ძალიან კაცრი და ულმობელი ნუ იქნები, გვაფრთხილებს ყოვლადბრძენი სოლომონი ეკლესიასტეს მე-7 თავის მე-16 მუხლში. ესე იგი, შემცოდეს მიმართ, ნუ იქნები ძალიან კაცრი, არამედ გახსოვდეს საკუთარი უძლურება და შეცოდებანი და შეეცადე ცოდვილებთან მიმართებაში სიმკაცრე მოწყალებასთან შეაზავო. ამგვარი სულით დაცვარულმა იოსებმა არც კი გაიფიქრა, რომ ქალწული მარიამი აღძრული ეჭვის ბრალდების სამჟავროსათვის გადაეცა და ამიტომ ისე რომ არავისთვის ეთქვა, მისი საიდუმლოდ გაშვება განიზრახა. განზრახული ამგვარი გეგმა იოსებს იმ ადამიანის ნიმუშად წარმოგვიდგენს სიმკაცრის და მოწყალების საკითხებში, როგორიც საზოგადოდ ძველ აღთქმისეულ სულს შეეძლო გამოეზარდა. ყველაფერი მასთან უბრალო და მარტივია. როგორც ეს საერთოდ ღვთისმოშიში ადამიანის გულში უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც კი იოსებმა მოიფიქრა გამოუვალი მდგომარეობიდან ხელსაყრელი გამოსავალი, მოულოდნელად მის გეგმებში ერევას ეცა. ორი მოულოდნელი გამოცხადება. აჰა, ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა მას სიზმარში და უთხრა: იოსებ, ზეო დავითისო, ნუ შეგეშინდება შენი ცოლის მარიამის მიღება, რამე თუ მის წიაღში ჩასახული სულიწმინდისაგან არის. ღვთის ანგელოზი, რომელმაც მანამდე ყოვლადწმინდა ქალწულ სოფლად ღმერთკაცის მოსვლა ახარა, ახლა მიდის, რათა მოუსწოროს და განუმზადოს გზა მას და იოსების ეჭვი კი მის გზაზე სავალ ძალიან საშიში და საფრთხის შემცველი ის წინაღობაა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიძირკოს და მოცილებულ იქნას. ამისათვის კი რათა აჩვენოს, რომ ზეციურ ძალებისათვის იმის ჩვენება უფრო იოლია, მოკვდავ ადამიანებს, რაც ფაქტიურად შეუძლებლად მიაჩნია. ანგელოზი იოსებს ევლინება არა ცხადად, არამედ ძილში და უწოდებს რამას დავითის ძეს, ამავდროულად სურს, ასე ვთქვათ, პატივისცემა მისი და ცდილობს გულის ხმა უყოს, როგორც დავითის შთამომავალს, რომ შენ სხვებზე მეტად უნდა გიხაროდეს ამ საღვთო საიდუმლოს განხორციელებისთვის, თუმცა ასევე მათზე
უფრო უნდა აღიქვამდე ამ საპატიო კონკრეტულად შენს ოჯახში მომხდარ ამბავს. როგორ გაუწოდებს ანგელოზი ქალწულს მის ცოლს? არ შეგეშინდეს მარიამის შენი ცოლის მიღება. ზუსტად ამგვარადვე, როგორც უფალმა საკუთარ დედას მიმართა. დედაკაცო, აჰა ზე შენი. საკუთარ მოწაფეს კი ასე მიმართა. აჰა დედა შენი. იხილეთ იოანეს სახარების 19 თავის 26-27 მუხლები. ჭეშმარიტად, ზეცა ძალიან ფრთხილია საკუთარ სიტყვების მიმართ და ზედმეტს ერთ სიტყვასაც არ ამბობს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ნუ თუ ანგელოზი ამ სიტყვას ახსენებდა? თუმცა მარიამის იოსების ცოლად მოხსენება შებრკოლების ლოდია ზოგიერთი ურწმუნო ადამიანისთვის. და მაინც დაცვა სიწმინდისა არაწმინდა ძალებისაგან, რამე თუ ღმრთის სიტყვას არა მარტო ადამიანები, არამედ კეთილ და უკეთურ სამყაროთა წარმომადგენლები, მას კი ვისაც ღვთის ყველა საიდუმლოში შეღწევა სურს, საღვთო მსოფლმხედველობა უნდა შეიძინოს ყველა ხილულ და უხილავი ქმნილებისათვის. მის წიაღში ჩასახული სული წმინდის ნაყოფია. ეს გახლავთ საქმე ღვთაებრივი და კაცობრივი. ნუ დაუწყებ ყურებას, ბუნებას და მის კანონებს და ნუ შეგეშინდება მათი აქ ბუნებაზე უაღრესი და უძლიერესი მოქმედებს, ვის გარეშეც არც ბუნება იარსებებდა და ვერც მის კანონებს ექნებოდათ ძალა. ანგელოზის მიერ იოსებისთვის ნაბრძანებიდან ცხადია, რომ ქალწულ მარიამს ამ უკანასკნელისთვის არ შეუტყობინებია მანამდე მასთან იგივე დიდებული მთავარ ანგელოზის გამოცხადების შესახებ რაიმე. ასევე დღესავით ნათელია ისიც, რომ ახლა, როცა იოსები მის გაშვებას ფიქრობდა, თავის გულში მას არანაირად არ უმართლებია თავი. მთავარ ანგელოზის ნამცნები ისევე როგორც ყველა სხვა ზეციური საიდუმლოებანი, რომელიც თანდათანობით განეცხადებოდა, მან ღრმად დაიმარხაო გულში. ღვთის მიმართ გამოხატულ რწმენით და მისადმი მორჩილებით მას არანაირი დამცირება არ აშინებდა ადამიანების თვალში. თუკი ღვთივსათნო იქნება ჩემი ტანჯვაწამებანი, რატომ არ უნდა დავითმინო ისინი? მოგვიანებით ამბობდნენ ქრისტეს ზოგიერთი მოწამენი. ცხოვრობდა რა მოუკლებელი ლოცვი და ღმერთზე მარადის ფიქრით ყოვლადწმინდასაც შეეძლო ეთქვა, თუკი ღვთივსათნო იქნება ჩემი დამცირება და შეურაცხება, რატომ არ დავითმინო ის? ჩემთვის ხომ უმთავრესი მხოლოდ ის არის, რომ გულთამხილველი უფლის თვალში ვიყო მართალი და რაც არ უნდა დამმართონ ადამიანებმა არ მადარდებს საერთოდ. ამავე დროს იმასაც ხედავდა ის, რომ მთელ მსოფლიოს არ ძალუძს მისთვის მცირეოდენი ზიანის მიყენებაც კი, თუ ღმერთმა არ დაუშვა ეს. როგორი დიდსულოვანი სიმდაბლეა ცოცხალი უფლის წინაშე და როგორი ყოვლად საკვირველი მორჩილებაა მისი საღვთონებისა და ამის გარდა როგორი გმირობა ახასიათებს ნაზი ქალწულის სულს. უფალი ძალარს მოშიშთა მისთა და თავითვისი განუცხადოს მათ გვეუბნება ფსალმუნი 24-14 მუხლში. თუკი ცოდვილები ისევე როგორც სხვა დროს ახლაც სრუმოწმეებს ეძებენ თავისთვის, ქალწული მარიამი ყავს რა მოწმედ არა ადამიანები, არამედ ყოვლად უზენაესი, არც თავს იმართლებს და არც დრტვინავს, არამედ დუმს და ელოდება, რათა ღმერთმა განამართლოს ის თავის დროს და ღმერთიც იჩქარის თავისი რჩეულის განსამართლებლად. თავადის ანგელოზი, რომელმაც უდიდესი საიდუმლო აუწყა ჩასახვისა, ახლა კი ჩქარობს, რათა მდუმარე ქალწულის ნაცვლად იწყოს საუბარი. ამგვარად განუმარტავს რა უკვე მომხდარს, ღვთის ანგელოზი უფრო შორს მიდის საუბრებში და ახლა იმას განუმარტავს იოსებს, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. აი ჩემო ძვირფასებო, აქ
შევწყვიტავთ ჩვენ საუბარს და მოვიტოვებთ შემდეგი გადაცემისთვის. რამე თუ აქ უკვე სრულყოფილად არის განმარტებული თუ რა მოხდა იოსების თავს და მისი ეჭვის ამბავი. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ვაგრძელებთ წიგნიდან ღვთისმშობლის ცხოვრება მაქსიმე აღსარებელის მიხედვით. ეჰარა საოცარია საღვთო საქმეთა განგებულება. საკვირველი ძე ისე უჩვეულოდ იშვა, ისე უეცრად გაჩნდა, რომ წმინდა დედა მეს ვერც კი იგრძნო. ისევე როგორც უგრძნობი და საკვირველი იყო მისი დაორსულება, მისი მშობიარობაც ასევე უნებლა და უცაბედად აღსრულდა. ამ დიდებული და საკვირველი შობის სახეა საწმისზე, ანუ მატყლზე ჩენილი ცვარი, რომლის საღვთო შინაარსი უფრო მეტია, რადგან ბუნებითი ცვარი მართალია ფარულად ეფინება მატყლს, მაგრამ თავისთავად ხელის მიშველების გარეშე ვერ აიკრიფება მისგან. ცხოველმყოფელმა საღვთო ცვარმა კი შეუმჩნევლად და უვნებლად დაივანა წმინდა ქალწულის წიაღში, ასევე უმტკივნეულოდ გამოუთქმელი უწყინარობით იშვა და შეიმოსა მისგან კაცობრივი ხორცი და საკუთარი შობის შესახებ უფალმა არათუ სხვებს თავის უბიწო დედასაც არა უწყას. სწორედ ეს გამოუთქმელი და მიუწვდომელი საკვირველებანი დაიმარხა გულში ყოვლა წმინდა მარიამმა და იმით იყო სიხარულით გულსავსე, რომ მისგან შობილი ჭეშმარიტი ღმერთია, რომელმაც თავისი სანატრელი უბიწო მეტად კურთხეული დედა ყოველთა შორის გამოარჩია. იგი დიდებით მოსილია ცათაშინა, ხოლო ყოველთაგან ქებულია მქვეყნად. უფლის დიდებული შობის ჟამს ეს დიდი სიხარული რომ ეუწყათ მწყემსებს, ბეთლემში მივიდნენ და ყველას მოუთხრობდნენ, რაც იხილეს და გაიგონეს ახალშობილი ყრმის შესახებ. ყველას ძლიერ უკვირდა ეს ამბავი, ცოტა ხანში კი აღმოსავლელი მოგვებიც მობძანდნენ ვარსკვლავის წინამძღოლობით, რათა ყველასთვის ეცნობებინათ, რომ ეს ახალშობილი ყრმა ზეციერთა და ამასოფლის მკვიდრთა უფალია. ეს ვარსკვლავი ამ ქვეყნიური ცის ვარსკვლავი კი არ იყო, არამედ ზეციდან მოვლენილი ის ძალა, რომელიც ვარსკვლავთ მრიცხველთა საცდურსაც განაქარვებს და მათი უგუნურების სიბნელესაც ძლევს. ეს ვარსკვლავისებრი ძალა ჩვეულებრივი ვარსკვლავივით არ გადაადგილდებოდა ცაზე, არამედ ნელა მიემართებოდა და იმათ უწყობდა ფეხს, ვისაც უწყობდა. ხან განაგრძობდა გზას, ხან შეჩერდებოდა, ხან გაუჩინარდებოდა და ხან ისევ გამოჩნდებოდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იკვლევდა გზას, რადგან ასე მიემართებოდა სპარსეთიდან ურიასტანისკენ სავალი გზა, თან ცის წვერიდან კი არ დახურებდა მიმოვალ მოგვებს, არამედ მიწასთან ახლო სივრცეში მოძრაობდა, ვიდრე იმ მცირე გამოქვაბულს არ მიუახლოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენზე აღმატებულია. ხოლო ღამით კი არა, დღისითაც ისე ბრწყინავდა, რომ მზის ნათელი და შარავადედიც კი გადაფარა. აი, ჩემო ძვირფასებო, ილუსტრაციაც გვაქვს ამისი. მადლობა ილუსტრაციის ავტორს. ხატვარი ლევან კიღურაზე. დიდი პატივისცემა და მადლობა ჩვენგან. და შეგვეწიოს წმინდა ღირსი მაქსიმე აღსარებლის ლოცვა, რომელმაც ეს ძვირფასი წიგნი შექმნა და ჩვენამდე მოიტანა. ღვთისმშობლის შემდეგ გადავდივართ ანგელოზებზე. ესე იგი, ჩვენ განვიხილავთ ანგელოზების იერარქიას და მათ 9, ასე ვთქვათ, თანამდებობას.
წმინდა მამათა დიონისე არეოპაგელის, ავგუსტინეს, იერონიმეს და გრიგოლი დიდის მიხედვით ქერუბიმთა სახელწოდება აღნიშნავს შეცნობის სრულყოფილებას, სიბრძნეს და სიუხვეს. წმინდა გრიგოლი დიდი ამბობს, რომ ანგელოსთა ამ დასმა ქერუბიმთა სახელწოდება უდიდესი ნათლით გაბრწყინების გამო მიიღო. ისინი უშუალოდ ჭვრეტენ ნათლის დაუსაბამო წყაროს. ისინი ეზიარებიან ცოდნის იმ ხარისხს, რომლის დატევნაც შეუძლიათ სულიერი განვითარების შესაბამის დონეზე. მათი ცოდნა, მათი ღვთივქმნილი ბუნების სრულყოფილებას შეესაბამება. ძველი აღთქმის კიდობანს ორი ქერუბიმი აფარებდა ფრთებს. გარდა სიბრძნისა, ებრაელები მათ ძლევამოსილებასაც აღიარებდნენ. აი ეს რაც შეეხებოდა ქერუბიმებს. ჩვენ ვნახეთ სერაფიმები, დღეს ქერუბიმები, მომავალში კი განვიხილავთ საყდარნი. და კვლავ ჩემი წიგნიდან ურთულესიდან უმარტივესამდე, რომელიც დიდება უფალს დღითი დღე ძალიან პოპულარული ხდება მკითხველებისთვის. აქედან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ეს წიგნი წაიკითხა, შეაფასა და ამა თუ იმ ფორმით გამოეხმაურა. ჩვენს სავალ ბილიქს სხვა ვერ გაივლის. ასე რომ წინ, მხოლოდ წინ და უკან უღარ გაიხედავ, რადგან ყოველ დღე ხელახლა ვიბადებით ახალი ნაბიჯებისთვის და გუშინდელის კარგი ან ცუდი საზღაური ისედაც მოელის პატრონს. ეხლა კი გავაგრძელოთ იმ წმინდანების განხილვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აღესრულებოდა. ხსენება. წიგნიდან წმინდათა საგალობელი. მოგვანიჭოს ერს მშვიდობა, ბედნიერი დღე მრავალი, ლოცვამ, ღვაწლმა და გმირობამ, სამი დიდი მღვდელმთავარის. შენდობას ვითხოვთ, მოგვეტევება, ლოცულობთ, ღვთისგან დავილოცებით. ჩვენთვის ითხოვს და რომ შეგვეწევა გწამს იოსების მართლის ლოცვები. ედემს, რომელიც დავკარგეთ ცოდვით, ღვაწლით მივაღწევთ ბრიყნით, რიტორნით, ვედრებით, ცრემლით, ხურვალელოცვით, ღვთის დიდ მოწამე წმინდა ტრიფონის. მოგხედოს ქრისტე მერს და ტანჯულსა, წარდევნოს ბნელი ნათლით თვისითა, სისხლით მარტვილის დიდ არტანუჯსა, მეფე აშოტის დიდის წმინდისა. მოგცეს უფალმა ხსნა სინანულით, ძლევა მომხდურის მტრის და ავსულის, უღრანთ უვალთა სიწრფელით გულის, განვლა სრემლებით ეფრემ ასურის. სიტყვაც, საქმეც, მადლით სავსე ვითარებით მოზომილი, კეთილ მსახურის არსახე გლოცავს წმინდა ოქროპირი. ჩემო ძვირფასებო, მე კვლავ ვაგრძელებ მომავალი მოსალოდნელი წიგნიდან ჩემი ლოცვა, იმ ლოცვების კითხვას, რომელიც ადგილს დაიდებს იმ წიგნში. უფალო, მომმადლე მე მარხვაი პირისა და მოუკლებელი ლოცვაი გულისა. უფალო მომმადლე მე და მეუღლესა ჩემსა თუნდა ცხოვრების მიწურულს თავთა ჩვენთა შეწირვად მსახურებისთვის შენ მხოლო ისა. უფალო,
სახიერებითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აცხოვნე ოჯახი ჩემი და მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე მე. უფალო, მეუღლისა ჩემისა თანა მომმადლე რათა მოვილოცავდე მიწასა მას, სადაცა ფერხნის შენი წმინდანი ვიდოდეს, რაითა მომპოვებდეთ ხსნასა სულთა შვილთა ჩვენთასა. უფალო, ნუსა და წარვიქვეთ სასოებასა ჩემსა შენზე და რამე თუ მიხედავ შვილთა ჩემთა დაღაცა თუ შორს იყვნენ ჩემგან. უფალო, შვილნი ჩემნი განსწავლენ სიყვარულისათვის შენისა. უფალო, მომმადლე მე რაითა მსხვერპლად შენ და შევწირვიდე თავსა ჩემსა. უფალო, კეთილი განგებულებითა შენითა დაანთქნავი ცოდვათა ჩემთასა, რაითა მივიწიონავთ საყუდელ სამყუდროსა მადლითა შენითა. უფალო, მომმადლე საშუალება იბისა, რაითა შვილთა ჩემთა შევსძინებდე სწავლათა სისრულესა. უფალო, მომმადლე მე სულისა უბრალოებაი და გული კეთილი. აცხოვნე უფალო და შეიწყალე მეუღლე ჩემი და შვილები ჩემი. და როგორც ყოველთვის ტრადიციის და მიხედვით წარმოგიდგენთ ერთ კიდე ასეთ საინტერესო იგავს, რომელსაც ქვია სიღარიბე და სიმდიდრე. ერთხელ როგორღაც ადამიანთან მოვიდა სიმდიდრეც და სიღარიბე და შეეკითხა: ვინ უფრო ლამაზია ჩვენ შორის? ადამიანი ჯერ რა თქმა უნდა დაიბნა და ვერ სცემდა პასუხს. თუ იტყოდა რომ სიღარიბე უფრო ლამაზია, მაშინ სიმდიდრე გაუწყრებოდა და დატოვებდა მას. თუ კი იტყოდა რომ უფრო ლამაზი სიმდიდრეა, მაშინ სიღარიბე მას ვიდრე სიცოცხლის აღსრულებამდე დატანჯავდა. ცოტა ხანი ჩაფიქრდა და მან თქვა: მე არ შემიძლია ყოველივეს ესე უეცრად გადაწყვეტა, სანამ თქვენ ერთ ადგილას დგახართ. გაიარეთ და გამოიარეთ და იწყეს მათ სიარული აქეთ იქით და აჩვენებდნენ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, საკუთარ კეთილ მხარეს და კარგ მხარეს. შეხედა მათ ადამიანმა და უთხრა: შენ სიღარიბე ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, როცა ზურგით დგახარ. შენ კი სიმდიდრეო, უბრალოდ ახტაცებას ვერ ვფარავ, როდესაც მომიტრიალდები და სახით ჩემსკენ მოდიხარ. აი ესეთი საინტერესო იგავი იყო, ასე მოხერხებულად გადაწყვიტა ადამიანმა თავისი სიმდიდრის ან სიღარიბის ამბავი. ეხლა კი დაგემშვიდობებით ლექსათქმული სახარებით. შეგახსენებთ, რომ ვკითხულობთ ლუკას სახარებას. ქრისტეს განცხადება სინაგოგაში. სახარება ლუკასი, თავი მეოთხე, მუხლები 16-დან 22-ის ჩათვლით. იმასა იქმ, იმას იტყვი, რაიც გატკბობს, გათბობს, გავსებს, უკეთურით თუ კეთილით იყოს გული შენი სავსე. სხვას მოელი აღმოსდინდეს, მხოლოდ ის, რასაც აფასებ, ამგვარადაც აღმოსჩინდეს, ვის ან რასა დაემსგავსე. მერმე იცნა იგივენი როსი ხილავ შენსა უმსგავსებს, იხარებდ და ილხინებდი მათთან დღემდის იქმნე ასე. გამოვიდა უდაბნოდგან უფლის სულით მადლით სავსე და მიადგა სინაგოგას ღვთისა ერისა საფასეს. ოდეს ჟამმა მოაწია მიაწოდეს წიგნი, მასვე გადაშალა, რომაც სიტყვა ღვთისა სიბრძნემ იწყოს ასე. სული უფლის არის ჩემზე, მახარებლად მცხო გლახაკთა და ტყვეობა თქვენი დღემდე აღესრულა, დღეს დამთავრდა. ვერას მიხვდნენ მუნით მყოფნი თუ მწისმინეს გასახარი, ატყდა ირგვლივ ღელვა შფოთი,
იოსების ძე არ არის? თუ იგი არის, ვიცით, ვინც არის, ძმაც, დაც, მისი ჩვენთან არის, მიუბრუნდნენ, ერთი გითხარ, შენი სახლი აქ არ არის? თუ შენ მართლა მესია ხარ, სადაკიებდი აქამდე, ვინაიდან მოხვალ გითხარ, რა გაქვს ჩვენთან დასამალი, რადგან იტყვი აღესრულა, რაც ისმინეთ დაწერილი. და უგნურთა ვერაგულად გადაუწყვიტეს სიკვდილი. აქ ასრულებს თავის სიტყვას დღემდე ვინც აგვახარებდა, თქვენ მოგეცეთ ძალზე დიდხანს, ლხენაცა და გახარებაც. და მარად ჟამს დავაკვირდეთ, რაით ხარობს გული ჩვენი, მასში ვინ გვყავს ამას მივხვდეთ მტერი, ან და სული წრფელი. თუ ყავს ღმერთი იყოს შენ სამარად მისი მომხმობელი, გაკურთხებთ და გლოცავთ დღესა თქვენ დიმიტრი როსტოველი დავით არცა დაწვრილებით გვამცნო წმინდათ მატიანე, აღიწეროს თქვენი დღენიც მხოლოდ მით რაც გაფრთიანებთ. სალმუნებისა შემქმნელმა ხუთგზის ლოცვის ყოვლად წმინდის თქვენც გაკურთხოთ დღევანდელმა ხვავ-ბარაქადოვლათისთვის. ვეძიებდეთ, ვისწავებდეთ, ხოლო კეთილს ვიქმდეთ მასვე. დედა ღმრთისა გინათებდეთ სავალ გზებსა კიდევ 100 წელს. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ.